სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ მოგვიყვანა დიდი მარხვის მიჯნაზე და თქვენი ცით რომ ხვალინდელი დღიდან იწყება საღდგომო მარხვა, დიდი მარხვა, სხვაგვარად ასედაც ეწოდება. დღევანდელი დღე კი არის შენდობის კვირა, მიტევების კვირა. დღევანდელი დღე არის ასევე ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნის კვირა. დავით მეფსალმუნე ამბობს ასეთ სიტყვებს: კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ხო, ბაძი და იგი პირუტყვთა, უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ეს უპირველეს ყოვლისა ნათქვამი არის იმ პირველ ადამიანებზე, რომლებმაც შესწოდეს. კაცი პატივსაშინა იყო, რას ნიშნავს? ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ადამიანი სამყაროს გვირგვინად შექმნა, სულ ბოლოს შექმნა, ყველა ქმნილებას შორის. და თუ დავაკვირდებით, ესე იგი, ამ სამყაროში არაფერს ფასი არ ექნებოდა, თუ აქ ადამიანი არ უნდა ყოფილიყო. აი, თუ ამ ტაძარში ადამიანი არ უნდა შემოსულიყო, არაფრის გაკეთებას აზრი არ ექნებოდა. იმ სახლებში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თუ გვეცოდინებოდა, რომ არასოდეს არავინ არ უნდა შესულიყო, იქ არც ერთი ნივთის მოწყობას თუ გაკეთებას არაფრისას აზრი არ ექნებოდა. მსგავსად ამისა, ამ სამყაროში არაფერს ფასი არ ექნებოდა, თუ აქ შემდგომ ადამიანი, ანუ ამ სამყაროს გვირგვინი არ უნდა მოსულიყო და ადამიანი, რომ ამ სამყაროს გვირგვინია, იგი მას ნიშნავს, რომ კაცი პატივსაშინა იყო, ნიშნავს, აი ესეთი პატივი აქვს ადამიანს, რომ სამყაროს გვირგვინი იყოს. მაგრამ იქ წერია, რომ არა გულისხმა ხო, ანუ არ დაფიქრდა ამაზე, არ გააცნობიერა ეს და ბაძი და იგი პირუტყვთა, უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ესე იგი, როდესაც ადამიანი ღვთისმცნებას გადადის, შეიძლება პირუტყვს კი არა უარესიც გახდეს, ისე იმ დონეზე დაეცეს. ადამიანი ღვთის არა მარტო ხატად, არამედ ღვთის მსგავსათაც შეიქმნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ამპლიტუდაა, ესე იგი. შეიძლება ადამიანი ანგელოზებრივი ცხოვრებითაც ცხოვრობდეს და შეიძლება ადამიანი პირუტყვამდე და ეშმაკამდეც კი დავიდეს თავისი ცხოვრების წესით და თავისი აზროვნების ფორმით. ძალიან დიდი არის სიშორე ამ ორ შორის და ადამიანი ამ ორ შორის არის და მას არჩევანის უფლება აქვს. შეუძლია რომ ეცადოს იცხოვროს ანგელოზივით, მაგრამ შეუძლია მას დაეცეს ისე როგორც პირუტყვი. და აი, როდესაც ადამი და ევა დაეცნენ და უფალი მათ სინანულისკენ მოუწოდებს და ეკითხება ადამ სად ახარ, ანუ რატო ეკითხება სად ახარ, ფიზიკურად სად არ იცის, თუ სულიერად რა მდგომარეობაშია ეს არ იცის. ღმერთმა ყოველივე უწყის, მაგრამ ადამმა უნდა გააცნობიეროს, რომ სად არის, რა პატივით შეიქმნა და ეხლა სად არის. და ამას თუ გააცნობიერებს არა მხოლოდ ადამი, მაშინ არამედ თითოეული ადამიანი დღეს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ესე იგი ჩვენც ბევრი რამის გაკეთება შეგვწყვება, რომ მე როგორც ადამიანი შეიძლება რომ აი რაღაცა ამ უწმინდო რაღაცას დავემონო, შეიძლება რომ რაღაცა მუცელს დაემონო ადამიანი, შეიძლება რომ რაღაცა უღირსის აქციელი ჩაიდინო ადამიანს რომ არ შეშვენის, იმ ადამიანს როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა და ეს მხოლოდ ადამის შემთხვევაში კი არ მოხდა. თუ მხოლოდ ადამიანის შემთხვევაში მოხდებოდა და ჩვენთან კავშირი არ ექნებოდა, ეკლესია ყოველთვის არ გაგვახსენებდა ამას და არც დაიწერებოდა. იმიტომ რომ რა აზრი აქვს იმის გახსენებას, რაც ჩვენ არ გეხება და საერთოდ სარგებელსაც არ მოგიტანს. მაგრამ რადგან დაიწერა ეს, იმისათვის დაიწერა, რომ ყოველი მომდევნო თაობა ამას ეცნობოდეს და
საკუთარ თავში ამას აკვირდებოდეს. როდესაც ადამიანი რაღაცას შესწოდავს, თუ ადამივით ევას გადააბრალებს და ევასავით გველს, არასოდეს სინდისი არ დაისვენებს. მაგრამ ადამიანს და ევას რომ შენდობა ეთხოვათ ღვთისაგან, რისკენაც მოუწოდებდა უფალი და ეკითხებოდა ადამს სადა ხარ, ისე ეუბნება შემეშინდა შიშველი რო ვარ და დავიმალე. რა იცი რომ შიშველი ხარ, იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რო აგიგზალეთ. და აქ ადამიანი ამბობს, აი შენ რო დედაკაცი მომიყვანე, იმან მომაწოდა და მაცდომა. ევა გველს აბრალებს. და ესე გადაბრალებით, ჩვენც ასე ვაბრალებთ ხოლმე. რა მექნა, სხვა გზა არ გქონდა. აქ დღეს ასეთი დრო მოვიდა, ყველა ასე აკეთებს. ან რა დიდი ამბავია მე რომ ეს გავაკეთო. ეს ყველაფერი ადამიანის და ევას საუბარი ძალიან გავს ესე იგი. მაგრამ როდესაც ადამიანი მიუხედავად ყველაფრისა შენდობას ითხოვს, აი აქ არის სულის მოსვენებაც. იმიტომ რომ თუ ადამი და ევა 64-ში დაეცნენ, ლოტი და მისი ოჯახი ცხოვრობდა სოდომ გომორში და ლოტი ესე იგი უმციკლოდ ცხოვრობდა. ეგ იმას ნიშნავს, რომ თურმე შეიძლება ადამიანი ასეთი გარყვნილების ბუდეში ცხოვრობდეს, მაგრამ მაინც წმინდად შეინახოს საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს და დიდ სულიერ ტკივილებთან არის დაკავშირებული. ახლა წარმოიდგინეთ ლოტის მდგომარეობა, გარშემო ასეთი გარყვნილება, გინდა აბრაამის მდგომარეობა, გინდა ესე იგი ნოეს მდგომარეობა, როდესაც უკვე ღმერთმა უთხრა მას, რომ აეშენებინა კიდობანი, იმიტომ რომ ეს სამყარო ისე ვითარდებოდა, რომ იქ ერთი მართალი ოჯახიც აღარ დარჩებოდა. და ეს მართალი ოჯახი განარიდა უფალმა, რომ იმისგან კიდევ კაცობრიობა ხელახლად წარმოშობილიყო. აი დღეს არის სწორედ ადამიანსა და ევას 64-დან განდევნის დღე და თითოეული ჩვენთაგანის 64-დან გამოდევნის დღე და ჩვენ ვართ ესე იგი მაძიებელი დაკარგული 64-ისა. ოღონდ ეს რაღაცა ის კი არ არის მთიანი გამოთქმა, რაღაცა გადატანითი მნიშვნელობით, ან რაღაცა სიმბოლურად, არამედ რეალურად და რითიც ესე იგი შესწოდეს ადამმა და ევამ და რაც არ შეინანეს, ჩვენ არ უნდა მივემსგავსოთ ამას ესე იგი. შემდგომში ისინი ნანობდნენ, როგორც მათ ცხოვრებაშია, მაგრამ ჩვენ ესე იგი, როდესაც რაღაცას შევცოდოთ, აი რამდენი ადამიანია ესე იგი, რომ უამრავ ცოდვას ჩადის და საერთოდ არ ნანობს თავის შეცოდებას. და თუ გარდაცვალება მოუსწრო ამ მდგომარეობაში, მისთვის ძალიან სავალალო იქნება. იმიტომ რომ აი გარდაცვალების მომენტი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. ესეც უფალმა გამოგიცხადა, თავად გამოგიცხადა. და აი როგორ გვეუბნება მოციქული პავლე, ესე იგი ღამე იგი განგვეშორა და დღეს შემოგვიახლა. განვიშორნეთ უკვე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა. ან ადამიანმა უნდა განიძარცოს ძველი კაცი, ძველი საქმეები, ძველი მიდრეკილებები თუ ჩვეულებები, როგორც აღწერს, აი საქმენი ბნელისანი. საქმენი ბნელისანი, ყოველგვარი უწმინდურება, ყოველგვარი ის, რის გამოც შეიძლება ახლა ადამიანს ცხენია. და ვითარცა დღესაშინა შვენიერად ვიდოდეთ. აი როგორც დღისით. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ რაღაცას ვაკეთებთ და რომ ვიცოდეთ, რომ ეს გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება დღეს ვცოდავდეს ადამიანი ისეთ რაღაცას, რომ ვიღაცას ღამე არ დაესიზმრება, ესე იგი. მაგრამ როგორც დღისით აქ რა იგულისხმება, რომ აი წარმოიდგინე, რომ შენ რასაც ახლა აკეთებ, ყველა შენ გიყურებს. და თუ არ შეგწდება, კი ბატონო გააკეთე. მაგრამ სამწუხარო ამბავი ის არის, რომ როდესაც ადამიანი ერთხელ დაუთმობს ცოდვას, ორჯერ დაუთმობს, 100-ჯერ დაუთმობს, მერე მართლაც პირუტყვამდე მიდის და იმასაც კი ასწრებს და დღეს ესე იგი სამწუხაროა, რომ ხედავთ აი ესეთ გარყვნილებას და უზნეობას არამც თუ არ ცხენიათ ადამიანებს. პირიქით სააშკარაოზე გამოიტანა. სააშკარაოზე გამოაქვთ, რომ სხვებმაც დაინახონ ეს ყველაფერი.
ანუ ადამიანი შეიძლება აი ამ დონემდეც კი დაეცეს, მაგრამ ეს ადამიანი, რომელიც ამ დონემდეა დაცემული, თუ შეინანებს, ის შეიძლება დიდი წმიდანი გახდეს. აი ეს არის კიდე საოცრება ჩვენი რწმენისა და უფლის მიმტევებლობა და უფლის სიყვარული თითოეული მონანულის მიმართ. ამიტომ უფალი კი არ ჩქარობს ვინმე დასაჯოს. არამედ როგორც მოციქული პავლე ამბობს, უფალი დროს აძლევს ადამიანებს, რომ ყველა შეინანოს და ყველა გადარჩეს, ვინც რას აკეთებს ისეც, რის გამოც შეიძლება მას სინდისი აწუხებდეს. დღეს არის მიტევების კვირა და ჩვენ როდესაც მარხვას ვიწყებთ, შეუძლებელია ადამიანმა მარხვა ჯერ უნდა დაიწყო, ესე იგი, თუ არა სინანული. ისედაც როგორც ჩვენ საუფლო ლოცვაში ვამბობთ მამაო ჩვენოში, მოგვიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ანუ გვაპატიეთ ჩვენი ცოდვები, იმიტომ რომ ცოდვათა სინანულის გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩება. ცოდვათა მოუნანიებლობამ გამოდევნა ადამიანი სამოთხიდან, ჯერ მარხვის დარღვევამ და მერე მოუნანიებლობამ და აი სწორედ სინანული აცხოვნებს ადამიანს და მაგრამ თუ იმ სინანულს ფასი არ ექნება, მაშინ ვერ გაცხოვნებს და ფასი რა შემთხვევაში არ ექნება, როდესაც შენ არ აპატიებ სხვას. იმიტომ რომ იქ ამბობს, მოგვიტევეთ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთან. ერთი ესეთი საოცარი ისტორია არსებობს. ინდოეთში ხდება. მოკლედ ერთ-ერთმა ბატონმა იყიდა აფრიკიდან ერთი მონა და ეს მონა გამოდგა ქრისტიანი და ის ძალიან კეთილგონივრულად შრომობდა, პატიოსნად შრომობდა და ამ ბატონს იმდენად მოეწონა, რომ თავისი სახლის გამგებლად დანიშნა. და რომ გავიდა დრო, ამ ბატონმა გაგზავნა ეს გამგებელი, რომ კიდევ 20 მონა ეყიდა, წლები გავიდა. და აფრიკიდან ჩამოყვანილი ის პერიოდი, როდესაც ესე მონებით ვაჭრობა მიმდინარეობდა და კიდე 20 მონა უნდა ჩაიყვანა და საერთოდ ყველა ადამიანი ცდილობდა ხოლმე, რომ ესეთი ჯანმრთელი და ჯანღონით სავსე ადამიანი ყოფილიყო, იმიტომ რომ იმას რომ მოიყვანა ის სამუშაოდ უნდოდა დასასვენებლად არავინ არ მოყავდა. და აი ამ 20-დან ამ მმართველმა, გამგებელმა ერთ-ერთი შეარჩია ძალიან უძლური, მოხუცებული, აი აქეთ რომ მოვლა სჭირდებოდა, ესე იგი ესეთი კაცი შეარჩია და 19-თან ერთად ეს მე-20 წამოიყვანა. წამოიყვანა და თან მის ხელში იყო რომ ეს მონები დაესაქმებინა და აი ამ მოხუცებულ და ავადმყოფ კაცს არაფერს არ აკეთებინებდა. პირიქით აქეთ ემსახურებოდა, თავისი ოთახიც კი დაუთმო, თავის საწოლში ჩააწვინა. მზე, როდესაც ესე იგი მზიანი დღე იყო, გარეთ გამოყავდა და იმაზე დასწავდა მზიან ადგილზე რაღაცა. აი როგორც მამას რომ მოუვლის ადამიანი, ესე უვლიდა. და ამ ბატონმა იფიქრა, რომ ეთყობაო, ესეც ხო აფრიკიდან არისო და ეთყობა თავისი ნათესავი აღმოაჩინა ვიღაცა მონებშიო და წამოიყვანაო და ძალიან უყვარდა მოკლედ, მაგრამ მაინც გაუბედა და უთხრა, რომ ესო მამა შენი ხო არ არისო, რომ ეგრე რომ ძალიან რომ უვლიო და არაო მამა არ არისო და აბა შენი ძმა არისო და არაო არ ძმა არ არისო. აბა ნათესავიაო და არაო ნათესავი არ არისო. აბა ვინ არისო და ესო ჩემი მტერიაო. როგორ და თავის დროზეო მაგან გამყიდა მე მონათო. მაგან გამყიდა მონათო და ეხა თვითონ არის ეგეთ დღეშიო და წარმოიდგინეთ აი ეხა რატო ამბობ? წეგან ხო თქვი როგორ შეიძლება ადამიანი დაეცეს, რომ თავისი გარყვნილებაც კი საზეიმოდ წარმოაჩინოს, მაგრამ როგორ სულიერ სიმაღლემდე შეიძლება რწმენი ცხოვრებამ ადამიანი მიიყვანოს, რომ თავის პირად მტერს აი ესე სიყვარულით ექცევა. და სწორედ აი ეგ არის სულის გადარჩენა, ეგ არის სულის ცხონება. ის კი არა რომ მთელი ცხოვრება გახსოვდეს რომ ამან ეს გამიკეთა და შენ აქედან პირიქით უნდა ამართლებდე მეორე ადამიანის დანაშაულს. აი მოციქული პავლე როგორ ამბობს, ესე იგი კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში სიყვარულზე რო საუბრობს, არად შერაცხის ბოროტი, ანუ ის რომ შენ რაღაცას გიკეთებს ცუდს, შენ მას ბოროტებად არ ჩაუთვალო.
და რა შემთხვევაში არ ჩაუთვლი ბოროტებას. როგორც წმინდა მამა პაისი ათონელი ამბობს, მაშინ არ ჩაუთვლი, როდესაც შენ კეთილი ზრახვა გექნება მის მიმართ. ანუ სხვაგვარად ამბობს, მემარჯვენე ზრახვა. და რას ნიშნავს ახლა მემარჯვენე ზრახვა? დაუშვათ ვიღაცამ უხეშად გითხრა რაღაც. შენ კი არ გაღიზიანდები მასზე, რომ შენ 10 იმდენს კი არ ეტყვი. არამედ დაფიქრდები. რამ გამოიწია, რომ ამ კაცმა უხეშად მითხრა? იქნება რა გასაჭირი აქვს? იქნება რის გამოა გაღიზიანებული და ვერ შეძლო რომ შვიდად ეთქვა ჩემთვის. ვიღაცებს შეიძლება გამარჯობა არ გითხრა, ჩვენ ამაზე ვღიზიანდებით. იქნება რატო არ გითხრა გამარჯობა? იქნება სულაც ვერ დაგინახა თავისი სადარდებელი აქვს რაღაც. როდესაც შენ ყველა ადამიანის მიმართ აი ესეთი კეთილი ზრახვა გექნება და შენს გულში მას გაამართლებ, არა? შენი გული იქნება მოსვენებული. მაგრამ სულაც რო არაფერი არ ხდებოდეს, თუ ეს კეთილი ზრახვა არ გაქვს და ბოროტის ზრახვა გაქვს ქვის მიმართ, აი ეს ზრახვა დაგტანჯავს. შეიძლება კარგი ამინდია, მაგრამ გულში არ იქარიშხარი. შეიძლება არავინ შენზე ცუდად არ ფიქრობს, მაგრამ შენ ეგეთი განწყობა გაქვს, რომ ის შენს მიმართ ცუდად არის განწყობილი. და ესე ამბობს, რომ კეთილი ზრახვების ქარხანა უნდა ჰქონდესო ადამიანს თავის თავში. კეთილი ზრახვების ქარხანა, რომ გამოიმუშავებდეს აი ამ კეთილ ზრახვებს. იმიტომ რომ ბოროტის ზრახვა ეშმაკისგან არის და შედეგად ბოროტე მოაქვს. კეთილი ზრახვა ღვთისგან არის. მაგალითად იყო ორი ადამიანი და ერთ ადამიანს ეგონა რომ იმ მეორეს ცუდი განზრახვა ჰქონდა მის მიმართ, ანუ ცუდი თვალით უყურებდა ესე რომ ვთქვათ. და მევიდა მოძღვართან და ეუბნება რომ მამაო ასე და ასე ვარ რომ მას გონია რომ ესე იგი მე მგონია რომ ეს ადამიანი ჩემს მიმართ რაღაც ან ცუდად არის განწყობილი. და მოძღვარმა უთხრა, აბა ეხლა შეხედავ. შენთან ეშმაკი მოვიდა და გეუბნება რომ ის ცუდად არის შენს მიმართ განწყობილი. მასთანაც მივიდა და ეუბნება რომ შენ ცუდად ხარ მის მიმართ განწყობილი. და თუ ორივე დაუჯერებთ მართლა ესე არ გამოვა. თუ ორივე დაუჯერებთ რომ ის ცუდად არის განწყობილი, ისიც დაუჯერებს, მართლაც ესე გამოვა, უკვე დადგა შედეგი. მაგრამ თუ ორივე კეთილი ზრახვას მოიშველიებს, რა? მაშინ იფიქრებს, რომ ის ცუდად კი არ არის განწყობილი ჩემს მიმართ, იქნებ თვითონ უჭირს რაღაცა ისეთი. იმიტომაც ვერ არის ესეთი ჩემს მიმართ. და ამ შემთხვევაში ადამიანების გულები იქნება მშვიდად და ადამიანები ერთმანეთს ადვილად აპატიებენ რაღაცას. სხვაგან ამბობს მინდა პაისი ათონელი, რომ თითოეული ადამიანის მიმართო დედის გული უნდა ვიქონიოთ. დედის გული რატო? იმიტომ რომ დედა შვილს როგორ გულშემატკივრობს, როგორ ამართლებს, როგორ აი ცდილობს რომ დაუშვათ აი რაღაცა განსაცდელის წინაშე დადგა და შვილზე მეტად თვითონ ნერვიულობს. იოლად აპატიებს რაღაცას. და აი ესე უნდა იყოს ადამიანის ხების მიმართ, ესე იგი და როდესაც ასე იქნება, ადვილად შეძლებს რომ აპატიოს. მაგრამ სამწუხაროდ ხდება რომ ზოგჯერ ისე გაგვისასტიკდება გული რომ არ გვინდა რომ რაღაცა პირიქით გვინდა რომ რაღაც სიბოროტე შევამთხვიოთ ადამიანს. წმინდა პაისიზე ჩამოვარდა საუბარი და ესე იგი წმინდა სერაფიმ საროველი ასეთ რამეს ამბობს. იცხოვნეო შენი თავიო და შენს გარშემო ათასები ცხონდებიან. აი მართლა წმინდა პაისი ათონელის ცხოვრება აი ამ სიტყვების განხორციელება არის. წარმოიდგინეთ ჯერ მის თანამედროვეთა შორის რამდენმა ირწმუნა ქრისტე მისი შემხედვარი და ეხლა კიდევ აი ეს ფილმი რო გადაიღეს, იცით რამდენი ადამიანი მოდის და მეუბნება რომ მამო აი ეს ფილმი რო ნახე, იმის მერე სხვაგვარად დავფიქრდი რაღაცა. ეს ფილმი ფაქტიურად ქადაგება. და ბევრმა ადამიანმა მიატოვა ცოდვა. ბევრმა ადამიანმა ახსარება თქვა ამის შემკურეს, სხვაგვარად დაფიქრდა. და მე რამხელა მაგალითია თავად წმინდა პაისის და მისი ოჯახის წევრებიც. ვიღაცა ახალგაზრდისთვის, ვიღაც მოხუცებულისთვის, ვიღაცა სასულიერო პირისთვის, ყველასთვის და ადამიანი თუ შეეცდება რომ
თავისი სული გადაისჩინოს, მის გარშემო უამრავი ადამიანის სულიერ სარგებელს მიიღოს. მაგრამ ჯერ თვითონ უნდა ეცადოს, რომ ესე იცხოვროს. აი როგორ უნდა იცხოვროს? სულ მახსენდება ხოლმე ქართული ფილმი ღიმილის ბიჭები, გახსოვთ? სკოლას რომ დაამთავრებენ და სკოლის ახალგაზრდები ქუჩაში მოდიან და ერთმანეთში ლაპარაკობენ. მოდიო, ისე ვიცხოვროთო, ისე ლამაზად ვიცხოვროთო, რომ ჩვენ რო გარდავიცლებითო ჩვენზე ან ლექსიო, ან სიმღერა დაწეროსო ვინმე. ანუ სურვილი რომ ესე ლამაზად იცხოვრო, მაგრამ ესე ლამაზად რო იცხოვრო, ეგრე ადვილი არ არის. უამრავი უნება გვაქვს ჩვენ. და აქ მოციქული პავლე ამბობს, რომ ხორციელ ზრახვასო გულის თქმათ ნუ გაიხდითო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია და რას ნიშნავს? ხორციელი ზრახვა რა არის? ადამიანს საკვები ჭირდება, მაგრამ მუცლის მონა კი არ უნდა გახდეს. ადამიანს ტანისამოსი ჭირდება, რომ სიშიშვლე დაიფაროს, მაგრამ ის კი არ უნდა იყოს, რომ ყოველდღე რაღაცა ახალ-ახალს ეძებდეს და არ აკმაყოფილებდეს არასდროს და უნება თქონდეს ის, რომ კიდე რაღაც და არიან სამწუხაროდ ადამიანები. ვიღაცას ეს აწუხებს, ვიღაცას სხვა რაღაცა, ჩვენ სხვა რაღაც გვაწუხებს. ყველას რაღაცა უნება გვაქვს და იმისათვის რომ შენ ლამაზად იცხოვრო და შენს გარშემოც ვიღაცამ სარგებელი მიიღოს. აი ეს უნებები უნდა მოიკვეთო. მაგრამ უნებებს ვერ მოიკვეთ, თუ არ შეუდგები ადამიანი ქრისტეს ცნებებით ცხოვრებას. იმიტომ რომ ჩვენი სულის კურნება სწორედ აქ არის. როდესაც ადამიანი ქრისტეს ცნებებით ცხოვრობს და სულიერი ცხოვრებაც სწორედ ეგ არის. რომ ადამიანი ყოველდღიურად აკვირდებოდეს საკუთარ თავს და აი როგორ ევალებოდა თადამსა და ევას, რომ ის ბაღი უნდა დაემუშავებინათ და უნდა დაეცოთ. და ეს თითოეულ ადამიანს აქვს დავალებული, რომ თავისი გულის ბაღი უნდა დაამუშავოს და დაიცვას. დაამუშავოს რითი, აი როგორც მებაღე შედის ბაღში და იქ სადღაც გასასხლავია, იქ სადღაც შესაწამლე, იქ ხეებია გასაფხეკითო, მიწა დასაბარითო, გასანოყიერებელი. ჩვენ სულშიც არის ესენი. უნდა ადამიანმა თავის გულში ჩაიხედოს და იქიდან რაღაცა ქვაღორღია გამოსატანი, იქ ღობეა შესაკეთებელი. მერე უნდა დაიცვას, რომ იმ გულში რაღაცა ბილწი და არასახთო არ შეიპაროს. და ადამიანი ყოველთვის აი ამ სადარაჯოზე უნდა იდგეს. აი ამას ნიშნავს სიფხიზლე. რომ ხიზლად უნდა იყოს ადამიანი და უნდა საკუთარ თავს აკვირდებოდეს. აი სულ ცოტა ისე მაინც უნდა აკვირდებოდეს საკუთარ თავს, როგორც სხვას აკვირდება. როგორც ხის ცოდებს იცნობს კარგად, ისე მაინც უნდა აკვირდებოდეს საკუთარ თავს და ამ ბოლოს მოვისმინე ასეთი რამე. წმინდა მღვდელმთავარი ვასილი დიდი ამბობს, რომ ადამიანიო თვალს გავსო. თვალი ყველაფერს ხედავს, გარდა საკუთარი თავისა და აი ესეა სამწუხარო. ჩვენ ყველას ყველაფერს ვამჩნევ და საკუთარ თავში რომ უამრავ იცოდო ადამიანმა შეიძლება ეს ვერ შეამჩნიოს. და ჩვენი გადარჩენა სწორედ იმის შემჩნევა, იმის გამოტანა, აღიარება და იმისაგან გასუფთავება არის და დაცვა, რომ შემდგომში აღარ შეიპაროს რაღაცა ამდაგვარი. ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა სულიერი ცხოვრებისა და ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. ეხლა მოებმევა მსახურება წუხრი და სერობა, რაც ეკუთვნის აი ამ მარხვის მსახურებებს და შემდგომში იქნება შენდობის წესი, სადაც ჩვენ ყველანი ერთმანეთს შენდობას თხოვთ და სხვანაირად არ შეიძლება რომ ადამიანმა მარხვა დაიწყო. არ შეიწირება ღვთისაგან ისეთი მარხვა, როდესაც შენ სხვა ადამიანზე ხარ გაღიზიანებული. აი მაგალითად ეს პატარა ამბავსაც მოგიყვებით და აღარ გადაღლით. ერთ მღვდელმთავართან მივიდა ერთი ბერი სტუმრად და მღვდელმთავარმა მომზადა ფრინველის ხორცი. და ბერმა უთხრა, რომ მაპატიეთო, მეუფეო, მე რაც ბერად აღვიკვეცეო, გადავწყვიტე, რომ ესე იგი ხორცი არ მეჭამო. და კარგიაო, მეუფე მოთხრა. მე კიო, რაც ბერად აღვიკვეცეო, გადავწყვიტეო, რომ ისე არ დამეძინაო, რომ ვინმე ჩემზე ყოფილიყო ნაწყენი, ან მე ყოფილიყავი ვინმეზე ნაწყენი. და უთხრა, შენდობას ვითხოვ მეუფეო, თქვენი სათნოება ჩემსაზე ბევრად აღმატებულიაო და მართლაც ეს არის აღმატებული, რომ ყველა ადამიანთან მშვიდობა გქონდეს.
რა თქმა უნდა ეს მარხვა საჭიროა, ლოცვა საჭიროა, ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ის მეტია, სიყვარული მეტია. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ თუ საკურთხეველზე მიქონდეს შესაწირი და გზაში გაგახსენდა, რომ შენი ძმა ნაწყენია შენზე, დატო ეს შესაწირი, წადი შემოირიგე შენი განაწყენებული ძმა, მერე მოდი და შემოსწირებ. აი ხო ჩვენ გვინდა რომ უფალს თავშეკავება, მოთმინება, მარხვა თუ მუხმოდრეკა შევწიროთ. მაგრამ უფალი გეუბნება, ჯერ შემოირიგე შენი ძმა და მერე მოდი და შემოსწირე. ერთმა დალოცილი და გახარებულები გამოვიდეთ.